საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ კონსტანტინე გამსახურდიას რომანის დიდოსტატის მარჯვენას ერთ-ერთ ძალიან საინტერესო პერსონაჟზე, ფარსმან სპარსზე. ფარსმან სპარსი გამორჩეული პერსონაჟია არა მარტო ამ რომანში, კონსტანტინე გამსახურდიას ამ რომანში, არამედ მთელ ქართულ ლიტერატურაში. მოგეხსენებათ, ეს არის მკვეთრად ნეგატიური, უარყოფითი პერსონაჟი. მართალია ამ უარყოფითობას, ამ მის ბოროტებას თავისი მიზეზები გააჩნია და ჩვენ შეგვიძლია ეს მიზეზები გავაანალიზოთ, მაგრამ რომ გადავხედოთ ზოგადად ქართულ ლიტერატურას, აი მსგავსი მასშტაბის უარყოფითი პერსონაჟი ჩვენ შეიძლება სულ ორად-ორი მოვიძიოთ. ასეთი შეიძლება იყოს შუშანიკის წამებიდან ვარსქენი, რომელსაც მკვეთრად ატყვია უარყოფითობის ნიშანწყალი და ალიკვალი და ასევე სულხან-საბა ურბელიანის იგავთა კრებულიდან სიბრძნე სიცრუისა შეიძლება მას მასშტაბურობით გვერდით დავუყენოთ რუქა. ფარსმან სპარსიც არის ადამიანი, რომელსაც გარს რომ ვუაროთ, დადებითს და კარგს ვერაფერს ვერ მოუძებნით. და მთელი მისი არსება არის ავსებული ბოროტებით, შურისძიებით, ადამიანებისადმი სიძულვილით და ძალიან არაჰუმანური განწყობილებით სხვების მიმართ. პირველივე ფურცლიდან, როგორც კი გადავშლით ჩვენ რომანს, მაშინვე თვალში მოგხვდება ფარსმან სპარსი, მაშინვე შემოგვეფეთება ფარსმან სპარსი და მაშინვე მწერალი გვეუბნება, რომ ქვისმთლელთა და კირითხუროთა უხუცესი იდუმალთა მიმთხრობიც არისო ფარსმანი. იქვე დაგვახვედრებს მწერალი საოცარ ლეგენდასაც, მითსაც მის შესახებ, რომ მცხეთელების აზრით ფარსმანს თითქოს და გველეშაპი ყავს ოლაგამამოდებული, ღამღამობით გადაჯდება ამ გველეშაპზე და დაქრის გუდამაყრისა და არაგვის ჭალებში. აი ეს დამოკიდებულება მცხეთელებისა, დამოკიდებულება საზოგადოებისა ფარსმან სპარსის მიმართ და მიმართ თითქოს სავსეა შიშით. ფარსმანის ირგვლივ ადამიანებს აი სწორედ ეს შიში ეტყობათ სხვადასხვა ადამიანს, იმიტომ რომ ზოგს ეშინია ფარსმანის ავანტურისტული გეგმებისა, ზოგს ეშინია ფარსმანის ესეთი მჩხიბავობისა, მისგან დახლართული ინტრიგებისა. და საბოლოო ჯამში ფარსმანი ნამდვილად თავის ირგვლივ სწორედ აი ამ ინტრიგების მსხვერპლად აქცევს უამრავ ადამიანს. არადა თუ კი ჩვენ გავითვალისწინებთ ძალიან ცნობილ გამოთქმას, ცნობილი ფრანგი მწერლისას, რომ ჩვენ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ, ბუნებრივია იმასაც ვიტყვით, რომ არ შეიძლებოდა ესეთი ბოროტი არსება დაბადებულიყო და გაზრდილიყო ბოროტადვე თავიდან. ბოროტებად ადამიანები თანდათანობით ხდებიან. აქ ამ რომანში გადმოცემული მწერალს შექმნილი აქვს ისეთი გარემო და ისეთი სიტუაცია, როცა ფარსმანი იძულებული გახდება თავის ცხოვრებას სწორედ თვალი გაადევნოს და ის დაიწყებს თავგადასავლის გახსენებას და გარკვეულწილად მწერალიც მისი თავგადასავლის თხრობას შორეული ბავშვობიდან. მის მეხსიერებაში ამოტივტივდება 7 წლის ბიჭუნა, რომელიც მშვილდისრით შეიარაღებული დასდევს ღამიობებსა და სხვადასხვა ფრინველებს ჩორჩანელ თუხარისის ციხეში. აი სწორედ ამ აქედან მოყოლებული ფარსმანის ხასიათი იხვეწება, ფარსმანის ხასიათი ნელ-ნელა დგინდება და თავიდანვე ეტყობა, რომ ფარსმანი აუცილებლად აი თითქოს გამზადებულია საიმისოდ, რომ ცხოვრება თუ კი გარკვეულწილად შესთავაზებს რაღაცა გარკვეული გარემო პირობები, მის ნიჭს, უზომოდ დიდ ნიჭს, სიკეთისაკენ მსახურებას თუ კი შესთავაზებს ამის წინაპირობას, თითქოს მას შეუძლია, ასე იგი, იყოს ქველმოქმედი და სიკეთისმოქმედი, მაგრამ რადგან მას ცხოვრებამ ისე აურდაურია გზები, რომ სადღაც 16 წლის ასაკში ის უკვე ქვეყნის მოღალატეთა შორის ირიცხებოდა და თავის გადახვეწილ მამასთან ერთად მოუწია უდაბნოში ხეტიალმა, აი სწორედ ამიტომ ფარსმანის ბუნება უფრო მიიდრიკა ბოროტისაკენ, ვიდრე კეთილისკენ.
ის იყო თუხარისის ციხეში გაზრდილი, იყო შვილი ბაქარ ჩორჩანელისა, შვილი სუმბატ ჩორჩანელისა, ხოლო დედა ძლის პირების ტკბილად მგალობელი იყო და შეუძლებელია რომ ბავშვობიდანვე მასში ეს ნაკადი სიტკბოსი, სიკეთისა, ლოცვის მადლისა მასში არ შესულიყო. ვარდან მზრდელიც მუდმივად ებუზღუნებოდა, უფრთხილდებოდა, სიკეთეს ასწავლიდა, მაგრამ წარმოიდგინეთ ჯერ კიდევ ბავშვმა, როდესაც ერთ-ერთი დიდი წვიმის დროს ვარდან მზრდელი წვიმაში მოჰყვა და გაცივდა, აი ბავშვმა ინატრა რომ ოღონდ ლოცვების ღეჭვას გადავრჩეოდა, თუნდაც დაიღუპოსო ვარდან მზრდელი. ის ნატრობდა დღემუდამ სწორედ ვარდან მზრდელის სიკვდილს, რომ თვითონ რაღაცა პრობლემისაგან თავი დაეხსნა. აი ეს თვისება შემდეგ რომ მას შეუძლია სხვის სიკვდილი მოინატროს, სხვის სიკვდილში მონაწილეობა მიიღოს და ინტრიგა ისე დახლართოს, რომ თავის გადასარჩენად და თავისი მიზნის მისაღწევად სხვა გაწიროს, ეს პარსმან სპარსის მოუცილებელი თვისება გახდება თანდათანობით. ესე იგი ვარდან მზრდელი მას ორ მნიშვნელოვან სწავლებას, რჩევა დარიგებას აძლევდა. პირველი, როცა მას შესთავაზა თავის აღსაზრდელს ასეთი რამ, ცხოვრება უდაბნოა, ურწყული და ეცადე გარს შემოუარო. აი ეს ეცადე გარ შემოუარო. ალბათ ვარდან მზრდელის ტექსტი, როცა ის ამას ასწავლიდა ყმაწვილ ფარსმანს, ის იყო რომ, ესე იგი მას მონაწილეობა არ მიიღო წუთისოფლის მრავალ ბოროტებაში, წუთისოფლის დაცემაში. ესე იგი მას, ესე იგი თავი აერიდებინა ცოდვისთვის. ეს ექნებოდა განზრახული ვარდან მზრდელს, მაგრამ რატომღაც ისე გამოვიდა, რომ ცხოვრებისეული გამოცდილებით ფარსმანმა ერთი რამ დაადასტურა. ის მუდმივად დარჩა ცხოვრების გარედან მაყურებელი პერსონაჟი, აი თითქოს მაყურებელი, რომელიც ცხოვრებას უყურებს როგორც სპექტაკლს და ზოგჯერ გარკვეულ სიტუაციებს თვითონაც დგამს ამ ცხოვრებისეულ სპექტაკლის რაღაც გარკვეულ ეპიზოდებს. ან დავაკვირდეთ კიდევ მომდევნო სწავლებას, როდესაც უკვე ყმაწვილკას მოციფულ ფარსმანს ვარდან მზრდელმა შეამჩნია, რომ მას თვალი ეჭირა უფრო ნადირობისაკენ, უფრო საბრძოლო აღჭურვილობისაკენ და მისი გული სწორედ სიმამაცეს ითხოვდა და რაღაც ვაჟკაცურ თავგადასავლებს მოითხოვდა. აი ზუსტად მაშინ მან ასეთი სწავლება შეეშველა. არს კაცი ჭური თვითმოძრავი სულისა ხელმწიფე. აი ეს სწავლებაც მან გამოიყენა სრულიად განსხვავებული ინტერპრეტაციით. მან ეს აღიქვა, რომ შეეძლო საკუთარი ცხოვრების თავისთავად შექმნა და ნამდვილად შეგვიძლია ჩვენ ისე ვთქვათ, რომ ფარსმანმა საკუთარი პიროვნება, საკუთარი მსოფლმხედველობა თვითონვე შვა თავის თავში. ეს არის ადამიანი, რომელმაც გარდაქმნა თავისი პიროვნება და ჩამოაყალიბა ზუსტად ისეთად, როგორიც ის შემდეგ ნაწარმოებში დარჩა. და როგორც ის მკითხველს შეეგებება სწორედ ამ ნაწარმოებიდან. ეს არის კაცი უსჯულო, ეს არის კაცი უღმერთო, ეს არის კაცი უსამშობლო, უთვისტომო. ესე იგი ადამიანი, რომელიც გასაგებია უსამშობლოა, როდესაც სამშობლოს მიღმა დაუშვათ კონსტანტინოპოლსა თუ ქაიროში, ხალიფას კარზე თუ ბასილი კეისრის კარზე, მაგრამ ის უსამშობლოდ რჩება საკუთარ სამშობლოში. ქრისტიანად დაბადებული და ქრისტიანად მონათლული მოგეხსენებათ რამდენჯერმე შეიცვლის რელიგიას. ჯერ მაგალითად გახდება მაჰმადიანი, მოიქცევა მაჰმადიანად, შემდეგ მაჰმადიანობიდან მოიქცევა კვლავ ქრისტიანად და საერთოდ აბსურდულია ის მოსა, როდესაც ბაგრატ კურაპალატის კარზე აღმოჩნდება ტყვედ, ანუ კვლავ მოხუცებულობაში უკვე 45 წლის ასაკოვან ადამიანს კვლავ ქრისტიანად მონათლავენ, ისე რომ ესე იგი თვითონ არც კი გაამჟღავნებს იმას, რომ ქრისტიანი იყო, უკვე ქრისტიანად მონათლული იყო ისევ ხელმეორედ. ასე რომ მისთვის სარწმუნოებას, რელიგიას აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა თითქოს არ გააჩნია. ის ერთმანეთში, აი თავის წიაღში როგორც ზღვა, ერთდროულად იტევს სხვადასხვა შენაგადს. მისი ცოდნა აშკარად ეკლექტიკურია, ანუ სხვადასხვა რელიგიური მოძღვრების ნაზავია. და მოგეხსენებათ თქვენის კიდევ ერთხელ ქრისტიანულ სამყაროსაც და ქრისტიანულ აზროვნებასაც იცნობს. ის დავაკამათები, რაც მიმდინარეობს ქრისტიანულ სამყაროს წიაღში და შიგნით, მისთვის ცოტა დაცინვის საგანიც კი ხდება. მაგალითად მარიამ ღვთისმშობლის უხრწნელობის საკითხი, ან დაუშვათ
ხშირად იცის ხოლმე თქმა, ანგელოზი ხორციელია თუ უხორცო, მამა ღმერთი ზის თუ დგას. აი ესეთი საკითხები ხშირად ხდება ხოლმე მისი ცინიკური მსჯელობების საგანი, მისი პარადოქსული აზროვნება შეიცავს ამავე დროს აი დაუშვათ აღმოსავლურ სიბრძნესაც და ცოტა არაქრისტიანულ სწავლებასაც შეიცავს, ამავე დროს მაჰმადიანურ სწავლებასაც. საბოლოო ჯამში მისი ეს, ესე იგი, სხვადასხვა შენაკადი მისი მსოფლმხედველობისა იწვევს იმას, რომ ის იმდენად წყდება ქრისტიანულ სამყაროს ჯერ და შემდეგ უკვე წყდება თავის მშობლიურ, ნაციონალურ, ეროვნულ აზროვნებას და ეროვნულ ცხოვრების წესსაც, რომ საბოლოო ჯამში უსამშობლოდ ლოგიკურია, რომ სწორედ უსამშობლოდ რჩება თავის სამშობლოში, უთვისტომოდ რჩება თვისტომთა შორის და ურწმუნოდ რჩება თავის, უпроსწორად მორწმუნეთა შორის. და აი ეს თითქოს, კიდევ ერთხელ ვამბობ, თითქოს დრო და სივრციდან ამოგდებული ადამიანი ცხოვრების მაყურებელი, გარედან მაყურებელი არის და აი გარედან მაყურებლის თვალით უყურებს ყველაფერს. ესე იგი, მას აბსოლუტურად არაფერი არ აღელვებს. ასეთივე ცინიზმი გამოსჭუის მის დამდაბლებაშიც და დაცემაშიც კი. მოგეხსენებათ, ყველაზე დიდი დავა რა რის გამოდაც მელქისედეკ კათალიკოს მისი სამეფო კარისაგან ჩამოშორება და საერთოდ საქართველოსგან გადახოცა სურს, რა თქმა უნდა, მელქისედეკ კათალიკოსი ვერ მოინატრებს, რომ მეფე მის სიკვდილით დასაჯოს. ეს არ უნდა მელქისედეკ კათალიკოს, მაგრამ ერთი სული აქვს როგორმე მელქისედეკ კათალიკოს, როგორმე მეფემ თავი გაითავისუფლოს ამ ავანტიურისტისაგან და უნდა რომ ის ალბათ თანახმა იქნება, რომ ის გადაიხოცოს საქართველოდან და დასაჯონ ისე, რომ სამშობლოდან, საქართველოდან გააძევონ კიდევაც. აი მელქისედეკ კათალიკოსის სადაო საკითხი ის არის, რომ ის გარყვნილია, უზნეო ადამიანია. მოგეხსენებათ, ის შეეჩვია სამთავროს დედათა მონასტრის უჰასაკო, ანუ მცირეწლოვან მონაზვნებს, გამოიტყვებდა ხოლმე მათ სხვადასხვა დაპირებებითა და საჩუქრებით და ნამუსახდიდა იქვე სასაფლაოზე. და აი ამ ქმედების, აი ამ უზნეობის, ესე იგი, გამოხატულება და დასტური ის გახლავთ, რომ ფარსმან სპარს საბოლოო ჯამში ერთ-ერთი მონაზვნის ძმებმა შვილი, მისი შვილი, სავარაუდოდ მისი შვილი კართან დაუტოვეს და ფარსმან სპარსის ნაყოფი საბოლოო ჯამში, აი ამ უნაყოფო ადამიანის ერთადერთი ნაყოფი არის საბრალო, უბედური მხევალი ფებრონია, რომელიც ფარსმან სპარსმა გაზარდა და რომელიც ფარსმან სპარსის სავარაუდოდ შვილია. ესე იგი, მისმა ხენეშმა სულმა მისმა ხენეშმა ფესუმა გამოიღო ასეთივე ხენეში ნაყოფი. დედა ფებრონიას, მხევალი ფებრონიას, ესე იგი თებრონიას აი ამ სიმახინჯეში ტყირპიანობაში გამოიხატა მისი მამის, ანუ მისი საწყისის მახინჯი ბუნება და მახინჯი მიდრეკილება, თორემ რას ვერჩით, მხევალი თებრონია არის საოცრად დაჩაგრული, თავმდაბალი, უსიტყვო, ულაპარაკო ადამიანი, რომელიც ძილში სიკვდილს მონატრულია. ეს ეპიზოდი ძალიან საინტერესოა და ბოლომდე ააშიშულებს და ააშკარავებს ფარსმან სპარსის ძალიან მდაბიო ბუნებას. ის თუ გახსოვთ, როდესაც მიწისძვრას რაღაც საოცარი სიზუსტით იწინასწარმეტყველებს, ესე იგი, აი მიწისძვრის დროს მას დაეუფლება ერთგვარი თვითკმაყოფილების გრძნობა. ის გამოთვლის, რომ იმ საღამოს დედამიწას შეაზანზარებს, ხოლო მეორე დღეს იქნება დამანგრეველი მიწისძვრა. საკუთარ მეუღლეს ვარდისახარს გააფრთხილებს, მხოლოდ ვარდისახარს გააფრთხილებს, რომ დატოვოს მან სახლი იმ ღამით, ხოლო მეორე დღეს ბაზარშიც კი არ გავიდეს და აი ესეთივე გულცივობითა და ცივსისხლიანობით ეუბნება, რომ ხვალ შენ არ წახვიდე ბაზარში, მხევალი თებრონია გააგზავნე ბაზარში. ესე იგი, მან თითქოს და ვერ გაიმეტა და ვერ გაწირა მეუღლე ვარდისახარი, სამაგიეროდ ძალიან ესეთი ცივსისხლიანობით გაიმეტა საკუთარი შვილი, მხევალი თებრონია. ასევე, როცა იმ საღამოსვე, იმ ღამითვე იგრძნო ბიძგი და შეზანზარება დედამიწამ და ვარდისახარმა სახლი დატოვა, მოუტრიალდა მეუღლეს და სთხოვა, გავაღვიძოთ თებრონია, მაგრამ კიდევ უფრო მეტი სისასტიკით უთხრა. არა, არ გინდა მისი გაღვიძება, ძილში სიკვდილს მონატრულიაო საბრალო მოხუცი. აი ესეც ძალიან საინტერესოა, რომ ესე იგი, გასაგებ მშობელს საკუთარი შვილის მიმართ თუნდაც ინსტინქტური სიყვარული აქვს და მას ეს ინსტინქტურ დონეზედაც კი თითქოს გაწყვეტილი აქვს ყოველგვარი კავშირი წარსულთანაც
და მომავალთანაც. აი ეს ბუნება საბოლოო ჯამში მისი ადამიანების მიმართ სიძულვილი, მაშინ რადგან შვილის დონეზე ხორციელდება, რადგან შვილიც კი არ უყვარს და სძულს, თქვენ წარმოგიდგენიათ, როგორი დამოკიდებულება ექნება მას სხვა დანარჩენი ადამიანების მიმართ. ის არ არის არავისი ერთგული და მას არ უყვარს აბსოლუტურად არავინ. აი სწორედ ამ კაცთ მოძულეობით გავს ფარსმან სპარსის სულხან-საბა ორბელიანის იგავთა კრებულის ერთ-ერთ პერსონაჟს რუკას. თუ გახსოვთ, რუკა თავისი პირით აღიარებს სედრაკს მიმართავს, შენ ყოველნი კაცნი გიყვარან, ხოლო მე ყოველნი კაცნი მძულან. ამ სიტყვებს პირდაპირ ფარსმან სპარსი თუნდაც რაღაც გარკვეული ინტერპრეტაციით ნამდვილად არ ამბობს, მაგრამ ნამდვილად მიესადაგება მას ეს სიტყვები, რომ მე ყოველნი კაცნი მძულან. აი ფარსმან სპარსის ეს ბუნება გამოიხატება კიდევ ერთხელ ვიტყვით ბავშვობიდანვე. მას სძულდა ვარდან მზრდელი და ინატრა ვარდან მზრდელის სიკვდილი. მას სძულდა მისი ოჯახის ამომგდებელი და ამომწყვეტელი დავით კურაპალატი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ სუნბატ ჩორჩანელი და ბაქარ ჩორჩანელი დავით კურაპალატს არ დაემორჩილნენ, რომელმაც თავის ვაჟად, თავის მემკვიდრედ ბაგრატ მესამე აღიარა, მოუწყვეს მას ამბოხი შეთქმულება თავის ციხეში ჩაიკეტნენ და მათ მიიღეს ამის გამო მეფისგან სამართლიანი სასჯელი. ბაქარ ჩორჩანელი სუნბატი დასაჯეს, ხოლო ბაქარ ჩორჩანელი შვილთან ერთად და რამდენიმე ასეულ ქართველთან ერთად გაიქცნენ ბიზანტიონში და იქ მიემხრნენ ბარდაფოქას, ბიზანტიის კეისრის წინააღმდეგ ამხედრებულ ფეოდალს და მოგეხსენება თქვენ, იქაც ეს ამბოხება დამთავრდა კრახით, ბაქარ ჩორჩანელს თავი მოჰკვეთეს, ხოლო ფარსმან სპარსის 300 იბერიელთან ერთად ტყვედ ჩაიგდეს და აი დაუკვირდეთ, მას სძულს დავით კურაპალატის, სძულს ბაგრატ კურაპალატი, ფარსმან სპარს, სძულს აგრეთვე ბასილი კეისარი და შემდეგ ყველა ვის ქვეშევრდომობაშიც მას მოღვაწეობა მოუწია აბსოლუტურად ყველას მიმართ მას, ესე იგი ესეთი ცინიკური და სიძულვილი სავსე დამოკიდებულება გააჩნია. მას არ უჭირს უღალატოს მაგალითად ბასილი კეისარს, არ უჭირს უღალატოს ალ-ჰაკიმსაც. ესე იგი არადა მათ სამსახურ მათი ხელიდან იღებს უამრავ საჩუქარს, იღებს თანამდებობებს, იღებს წოდებას, იღებს სიმდიდრეს, იღებს თითქოს კეთილგანწყობილებას, მაგრამ კიდევ ერთხელ მას არ ძალუძს, არ შეუძლია ვინმეს ან რამეს ერთგული იყოს, ან რაიმე ერთ საგანს მიეჯაჭოს. ამიტომ როცა ერთხელ თავისი ესეთი მშფოთვარე თავგადასავლის შემდეგ, რომელსაც მე ალბათ თქვენ კარგად იცით, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, რომ ყველაზე დაწვრილებით გაეცნობით სწორედ 21 თავში, აი სწორედ ამ თავგადასავლის ბოლოს მას მოუწევს ესე იგი შეხვედრა დერვიშის ერთ-ერთ ამონაწერთან, ერთ-ერთ სტრიქონთან, რომელიც ამბობს, რომ აი დატოვე სექტა და გახდი დერვიში, გახდი უსამშობლო, გახდი უთვისტომო, გახდი ურწმუნო ადამიანი და შეუდგი, დაადგე სამყაროს შეცნობის აი ესეთ უგზო უკვლო გზას და მისით შემეცნება, მისით თვითცნობიერება სწორედ ამას დაეფუძნება, ამ უგზო უკლობას. საბოლოო ჯამში თითქოს ის მოსწყდარა თავის საკუთარ სამშობლოს და თავის საკუთარ სარწმუნოებას გახდა უსამშობლო და ურწმუნო უკვე მსოფლ მხედველობრივად. თითქოს ის კოსმოპოლიტია, მაგრამ მისი კოსმოპოლიტიზმი რა თქმა უნდა განსხვავდება მსოფლიო მოქალაქეობისაგან. საბოლოო ჯამში ის არაფერს კაცობრიობას მოწყდა, იმიტომ კი არა რომ კაცობრიობას რამე შესძინოს, მოწყდა იმიტომ რომ ვერც კაცობრიობას ვერაფერი შესძინოს. ანუ ესე იგი ის არის უფესო ხე, გადაჭრილი უფესო ხე, რომელსაც აუცილებლად უნაყოფოდ გადაგება უწერია ბედისწერად, აი ესე რომ ვთქვათ. მას შეეძლო ყოფილიყო ქვეყნისთვის თავდადებული ადამიანი, იმიტომ რომ იცოდა რკინისა და ძვლის მკვეთელი ხმლების საიდუმლო და უამრავ ომში ჩართულ საქართველოს, რა თქმა უნდა, ასეთი ხმლების საიდუმლო ჰაერით სჭირდებოდა. შეეძლო ვინმესთვის, რომელიმე ოსტატისთვის მაინც გაემხილა ეს საიდუმლო და ამით თავისი სახელი უკვდავეყო და თავისი ქვეყნის ცხოვრებაში რაღაცა წვლილი მაინც შეეტანა, მაგრამ მოგეხსენებათ, როცა სიკვდილის წინ მას ამ საიდუმლოს გაცემა და ამ საიდუმლოს გათქმა მოსთხოვეს, მან რა თქმა უნდა მრავალგზის თქვა უარი და ბოლოს ძალიან უცნაურია შემოაკვდათ მოხუცებული წამების ჟამს ისე რომ მან ეს საიდუმლო შთამომავლობას არ დაუტოვა. ასევე ხუროთ მოძღვართ უხუცესი, რომელიც საქართველოში, რომელიც აია სოფიას დანგრეულ მიწისძვრისგან დანგრეულ ტაძარს
აგებდა მას შეეძლო რომ საქართველოში აეგო ისეთი ტაძარი რომელიც დღესაც კი დედამიწას სამკაულად დაამშვენებდა მაგრამ ნუ რას უკაცრავად ყველა მისი აშენებული ტაძარი ინგრეოდა მოგეხსენებათ გიორგი მეფემ მას რამდენიმე 3 ტაძრის აგება მიანდო სამცხეში გადამწვარი ოლთისის ეკლესიის ნაცვლად მაგრამ 3-ვე დაინგრა ზოგი მიწის ძვრის დროს და ზოგი კიდე სხვა კატაკლიზმების გამო მაგრამ ესე იგი ეს იმას ნიშნავს რომ ფარსმან სპარსი როგორც შემოქმედი უნაყოფო იყო ამიტომ ფრიად შთამბეჭდავია ერთი ეპიზოდი ფარსმანის ბუნების კიდევ კარგად წარმოსაჩენად როდესაც ფარსმანმა იხილა სვეტიცხოვლის არსაკიძისეული გეგმა მას დაეუფლა რაღაც განუზომელი შური და მანამ მასთან შემოვა მსახური მსაჯულთუხუ ცესისა და მანამ მას გადასცემს გრაგნულს რომლითაც მისი უკვე სიკვდილით დასჯა არის ერთგვარად გათვალისწინებული ესე იგი მანამდე მას უკვე თითქოს სიცოცხლეც მობეზრდება იმიტომ რომ იხილა ხელოვანი რომელიც დაფუძნებული იყო ეროვნულ საწყისებზე ეროვნულ სამხედველობაზე და ის აუცილებლად დატოვებდა ეროვნულ კულტურაში რაღაცა ფასეულს სწორედ მასთან საპირწონეთ იგრძნო ფარსმან სპარსმა რომ თვითონ იყო ხელმოცარული ხელოვანი და თვითონ იყო უნაყოფო ხელოვანი და მის სულს დაეუფლა სწორედ რაღაცა ტრაგიკული განცდა კიდევ ერთხელ ვიტყვი მართალია შეშულდა მაგრამ იქვე იგრძნო საკუთარი უნაყოფობაც აი ამის გამო მან ჩაიფიქრა და გადაწყვიტა ისეთი ადამიანი რომელიც მის მიმართ უდანაშაულო იყო არანაირი წვლილი არ მიუძღოდა მის უბედურებაში სწორედ ეს ადამიანი გაეწირა და მოდი დავაკვირდეთ რომ რომანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა სწორედ არის ფარსმან სპარსისა და არსაკიძის დაპირისპირება ამ დაპირისპირებას არ გააჩნია არავითარი мотиваცია კიდევ ერთხელ ვამბობ პირადი мотиваცია ფარსმან სპარსის უბედურებაში არსაკიძეს არავითარი წვლილი არ მიუძღვის მაგრამ ფარსმან სპარსისთვის სრულად საკმარისია რომ არსაკიძე არის ის რადაც თვითონ ვერ იქცა არსაკიძემ შეძლო ის რისი შეძლებაც ფარსმანმა ვერ მოახერხა და ამიტომ ფარსმანისთვის ეს სრულად საკმარისია რომ ხელი შეუწყოს არსაკიძისთვის ძირის გამოთხრას და სწორედ აი არსაკიძე გახსოვთ თქვენ სწორედ მსხვერპლია არა რაიმე სხვისა გარდა იმისა რომ მან ფეხი ჩადგა ფარსმანის ინტრიგაში ფარსმანმა რომელმაც შეამჩნია მეფეს დიდი სიყვარული შორენას მიმართ შეამჩნია და ეს კარგად გაზომა ფსიქოლოგიურად კარგად გათვალა ისიც გაითვალისწინა რომ მეფე იჭვნეული ადამიანი და მამაკაცი იყო რომელიც ვერაფრის დიდებით ვერ დაუშვებდა თავის სიყვარულში თავისი სიყვარული ვინმე სხვისთვის დაეთმო სწორედ მეფეს წონასწორობა ამ სიტყვებით დააკარგვინა რომ განამცდო თქვენ გიტოლებთ ხუროთმოძღვარი არსაკიძე თავს არამედ უფრო მეცაც ღმერთსაც კი უტოლებსო თავს და აი კარგად გამოუთხარა მან მეფეს ძირი, იმიტომ რომ კარგად გაითვალისწინა რომ მეფე იყო პატივმოყვარე, ქედმაღალი ადამიანი, რომელიც არსაკიძისაგან სწორედ აი ამ გათანატოლებას ვერაფრის დიდებით ვერ დაუშვებდა და მეორეც მეფე იყო შეყვარებული ადამიანი, რომელიც უკვე ეჭვიანობდა ყველა მამაკაცზე, რომელსაც შეიძლება რაიმე სიმპათიას დაემსახურებინა შორენასაგან. სწორედ აი ამ ორი მოტივით, ეს ორი მოტივი შეერთა ფარსმან სპარსმა მეფის ბუნებაში, გამოიწვია ბოროტი ბნელი ძალები და სწორედ ეჭვიანობით წონასწორობა დაკარგულმა მეფემ ბრძანა სვეტიცხოვლის ცუდად ამგებისათვის მკლავი მოეკვეთათ. აი ეს მკლავის მოკვეთა კი მოგეხსენებათ არსაკიძის დაღუპვის ერთგვარი წინაპირობა გახდება. წინაპირობა ვამბობ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ალბათ მოგეხსენებათ რომ ფარსმანს არსაკიძის სიკვდილის მიზეზი მკლავის მოკვეთა არ გამختარა არსაკიძის სიკვდილის მიზეზი მორიელებისაგან დაკბენა გახდა საბოლოო ჯამში და ეს უნდა გავითვალისწინოთ რომ ალბათ უფრო სასჯელია არსაკიძისათვის იმ სითამამისა და გაბედულების გამო რაც მან როგორც ხელოვანმა გამოიჩინა უფლის მიმართ. აი ამიტომ ფარსმან სპარსმა თავისი ეს ამით ორი დიდი ადამიანი დაღუპა, მეფეც დაღუპა და არსაკიძეც დაღუპა და საბოლოო ჯამში მისი შურის ძიებაც ერთგვარად უკვე თითქოს და დასასრულს მიუახლოვდა. ესე იგი მეფის წინააღმდეგაც ასევე გაუთვალისწინებელი, გაუცნობიერებელი შური ამოძრავებდა მას გიორგი მეფის წინააღმდეგ და ამისი საფუძველი კონსტანტინე გამსახურდიამ გახსოვთ მოძებნა ერთ ეპიზოდში, როცა
იდუმალთა მიმთხრობი ფარსმანი მეფეს ძალიან ბევრ რამეს აუწყობს ქედმაღლობის, მარტოსულობის გამო და მაშინ ძალიან მნიშვნელოვან სიტყვას ამბობს კონსტანტინე გამსახურდია და გვაუწყობს ძალიან მნიშვნელოვან რამეს. ფარსმან სპარსიც სიტყვის ხელოვანია, ფარსმან სპარსიც არის ოღონდ როგორი სიტყვის ირიბი სიტყვის ხელოვანი. ის არაფერს არასოდეს პირდაპირ არ ამბობს, მისი ბოროტების გამოხატულება სწორედ ეს ირიბი სიტყვის მთქმელობა გახლავთ და იდუმალთა მითხრობა გახლავთ. რატომ? მოგეხსენებათ, რომ ღმერთმა სამყაროს სიტყვით შექმნა. სიტყვით ქმნადობა ალბათ მქმნელი, სიტყვით მქმნელი და სიტყვით ქმნადობა ალბათ დაკავშირებულია სწორედ შემოქმედებასთან. ფარსმან სპარსით შემოქმედია, მაგრამ მის შემოქმედებას არავითარი საერთო არ გააჩნია ღვთაებრივ მსგავსებას, ღმერთთან მსგავსებასთან. ის ბოროტთან წილნაყარია. ამიტომაც მისი სიტყვა არის არა პირდაპირი და მართალი, არამედ არის ირიბი. ამიტომაც არის მისი თხრობა და მისი მთქმელობა არა პირდაპირი მთქმელობა და დიდი შემოქმედება, არამედ არის იდუმალთა მითხრობა, ესე იგი ერთგვარი მისტიფიკაცია. ამიტომ ფარსმან სპარსის წასვლა რომანიდან ის გაიხსენეთ უბრალოდ დაუკვირდით როგორ აღესრულებიან დიდოსტატის მარჯვენას გმირები. წარმოიდგინეთ თქვენ გიორგი მეფე კვდება დიდი ვნებათა ღელვის გამო და მკითხველს ამახსოვრდება მისი სიკვდილი, მკითხველს ამახსოვრდება შორენას გაფრენა თითქოს ქარაფიდან, მკითხველს ამახსოვრდება არსაკიძის ბრძოლა სიკვდილის ლანდთან, მაგრამ მკითხველს თითქოს სადღაც ეკარგება, უფესოდ ეკარგება ფარსმან სპარსის სიკვდილი, რომელიც იგი გადააყოლეს მაპატით და მწერლის სიტყვარით ხლეს. ეს დიდი გმირი, რომელსაც შეეძლო, რომ ქვეყნის ცხოვრებაში მართლაც და დიდი როლი ეთამაშა, ისე გაქრა არა მარტო ისტორიის ფურცლებიდან, არამედ რომანის ფურცლებიდანაც, რომ მკითხველს უჭირს მოძებნოს ის ადგილი, სად დამთავრდა ფარსმანის ვნებებით სავსე ცხოვრება. ალბათ ეს არის ხვედრი ბოროტებისა. გმადლობთ ყურადღებისათვის.